მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია საფეხბურთო სიგნალი, მეორე გადაცემა და ვლაპარაკობთ მსოფლიო ჩემპიონატზე FIFA 2026-ზე. მისი წამყვანები ვართ მე, სანდრო თორდია, საფეხბურთო მიმოხილველი და ნიკა შოშიტაშვილი, ასევე ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი საფეხბურთო მიმოხილველი. დღეს ჩვენ განვიხილავთ 4 მატჩს, 2 მატჩს, რომელიც უკვე ჩვენ ვიხილეთ. პირველ რიგში მექსიკა, სამხრეთ აფრიკა. აქ შეიძლება ითქვას, რომ მექსიკამ საკუთარ კედლებში აუღო რევანში სამხრეთ აფრიკას 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი 4-2 მარცხისთვის და საერთო ჯამში ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ კედლებში პირველი სამი ქულა აიღო. ნიკა, უყურე თუ არა გუშინდელ თამაშს? რა თქმა უნდა, უყურე. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი გახსნის ცერემონიის გამო, იმიტომ რომ ის მსოფლიო ჩემპიონატი რასთან არის კავშირში, თითოეული გულშემატკივრისთვის ეს არის ზეიმი და აი ამ ზეიმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის გახსნის ცერემონია. პირველ რიგში იმიტომ დავრჩი იმედგაცრუებული, რადგან ცოტა გვიან ჩაგვთეს ქართულმა ტელევიზიებმა და როდესაც ძირითადი ნაწილი უკვე ჩავლილი იყო გახსნის ცერემონიის ჩვენ მხოლოდ დროშების გამოტანა და ანდრია ბოჩელის სიმღერა ვნახეთ, რა თქმა უნდა, რა ჯობია ანდრია ბოჩელს, თუმცა შეგვეძლო რომ მეტიც გვენახა და შეგვეძლო უფრო ხარისხიანიც გვენახა. თუმცა ალბათ იმედგაცრუებები ჩემთვის პირადად ამ მატჩი ამით დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია იმაზე ვისაუბროთ, რომ ეს რა თქმა უნდა არ არის უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი, ეს რა თქმა უნდა არ არის ის თამაში, რომელიც შეიძლება საუკუნეები დაგვჭეს ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, თუმცა თავისი პროგრამა მინიმუმი მე მგონი ამ შეხვედრამ შეასრულა, მით უმეტეს რანაირად შეიძლება თქვა თამაში, რომ ის არ იყო საინტერესო, თუ კი იქ ნახეთ 3 გაძევებული ფეხბურთელი. და ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, გაატარა მოედანზე დაახლოებით 20 წუთი. და შეიძლება აქტიურად იწერება, რომ მას მეორე თამაშზეც არის დისკვალიფიკაცია, დღეს რასაც პრესას გადავხედე. იქნება ძალიან სამართლიანი. ძალიან სამართლიანი იქნება და იმიტომ რომ ძალიან უხეშად ითამაშა. ჯერ ერთი რატომ იყო ეგრე უხეშად თამაში მაგ ეპიზოდში საჭირო მე ვერ გავიგე. და შეიძლება ეს მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბოლოც აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ასაკში არის ეს ფეხბურთელი 36 წლის არის. თუ არ ვცდები და თემბა ზვანე. ხო, თემბა ზვანე. რომლისთვისაც ძალიან ცუდი მატჩი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ბევრს ფიქრობდა, ბევრს ემზადებოდა, სადღაც გავლებული ქონდა ალბათ გონებაში, რომ შეიძლებოდა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ყოფილიყო ეს მისთვის. მაგრამ გავლებული ქონდა, ალბათ შეგუებულიც იყო. შეგუებულიც იყო, თუმცა მას 20 წუთზე ცოტა ნაკლები დრო დასჭირდა იმისათვის, რომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. თუმცა თავი ჩაწერა ისტორიაში, კარგად გინცუდა, მაგრამ თემბა ზვანე არის ის ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ჩვენ აღარ გვახსოვდეს, თუნდაც შემდეგ მატჩდეიზე, მაგრამ როდესაც საფეხბურთო ისტორიკოსები გადაშლიან ისტორიის წიგნაკებს, თემბა ზვანე იქნება ფეხბურთელი, რომელმაც ალბათ ყველაზე სულელური გაძევება მიითვალა მსოფლიო ჩემპიონატების გახსნის მატჩების ისტორიაში. და თან ეს რეალურად ეს არ არის სათამაშო მომენტი, ეს არის უბრალოდ ალბათ არასპორტული საქციელი. იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ ეს დარტყმა, რომელიც მან შეასრულა ალვარადოს როგორც დარტყმა, ეს MMA-ში ითვლებოდა აკრძალული ილეთად. და MMA-ში რო ეგრე ჩაგერტყა ადამიანისთვის, ნიდახვით ეს იყო აკრძალული ილეთი და შენ მოგხსნიდნენ ტურნირიდან. მალტის საფეხბურთო მოედანზე გადმოიტანა ეს აკრძალული ილეთი, რომელიც UFC-ში კი აკრძალული არის. რაც შეეხება უკვე აღარ. რაც შეეხება დანარჩენ 2 წითელ ბარათს, პირველი წითელი ბარათი მიიღო სპეფელო სითოლემ 59 წუთზე და დამატებით მეორე წუთზე, 92 წუთზე ცეზარ მონტესი გააძევეს მოედნიდან. ალბათ დაცვის ლიდერი მექსიკის, რომელიც ძალიან დააკლდება შემდეგ მატჩში ჩრდილოამერიკულ გუნდს. და პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ მექსიკისთვის უნიშნელოვანესი არის თავის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მექსიკა გავა ჯგუფიდან ან მეორე ან მესამე ადგილით, ის საშინაო კედლებში აღარ ჩაატარებს საპლეი-ოფო მატჩებს. და ამიტომაც უნიშნელოვანესი არის თითოეული ფეხბურთელის 100%-იანი მზადყოფნა და ძალიან დიდი დანაკლისი იქნება მექსიკისთვის ცეზარ მონტესისნაირი ფეხბურთელის დაკარგვა. მით უმეტეს მექსიკას შემდეგი მატჩი, ბოდიში არ მახსოვს ვისთან ეხლა ვნახო, სამხრეთ კორეასთან, ჯგუფის ასევე ლიდერთან, რომელსაც თავისი მატჩი მოიგო, ჩვენ სამხრეთ კორეასთანაც მივალთ. თუმცა თქვათ ისიც, რომ მექსიკამ
დაკარგა ძალიან დიდი ფეხბურთელი ჯგუფის მთავარი მატჩის წინ. ასე გამოვიდა, რომ შემდეგი მატჩი მთავარი იქნება, რადგან სამხრეთ კორეამ როგორც აღნიშნეთ, თავისი თამაში მოიგო, მაგრამ მანამდე უშუალოდ მატჩის წინა და მოედანზე მომხდარ პერიპეტიებზე რომ ვისაუბროთ. მე ძალიან მომეწონა ეს მექსიკელთა შესრულებული ჰიმნი. მე ვიტყოდი, რომ ჰიმნითაც უკვე ჩანდა, რომ ჩანდა ის განწყობა, როგორც საბრძოლო განწყობითაც იყვნენ 80,000 მაყურებელი, რომელიც მივიდა ესტადიო აცტეკაზე. ძალიან კარგი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა ჰქონდათ მექსიკელებს და ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ ამაზე შევთანხმდით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული საფეხბურთო შეხედულებები გვაქვს. ორივე ვთქვით, რომ მექსიკა იყო ამ მატჩში ფავორიტი და მექსიკას უნდა მოეგო ეს თამაში, რაც ახდა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვისაუბროთ ერთ-ერთ ხიმენესზე, მეორე ხიმენესმა, რაულ ხიმენესმა, რომელიც შენს ახსენე, გაიტანა მეორე გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო საკმაოდ კარგი ჩაწოდება ალვარადოს და ამ მექსიკის ნაკრებში ისიც საგულისხმოა და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გუნდი შეიძლება იმდან ცნობილი ევროპელი გულშემატკივრისთვის არ არის, რადგან ამ გუნდის ძირითადი ბირთვი თამაშობს შიდა ჩემპიონატში. იგივე ალვარადო, იგივე სეზარ მონტესი, იგივე ჩემს მიერ ნაკები სეზარ მონტესი მგონი ლოკომოტივის მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობს ბოლო სეზონი. მართლა? ვაი, მე არ ვიცოდი. მე მახსოვდა რომ მექსიკის ჩემპიონატში თამაშობს. ვასკესი თამაშობს კიდევ ჯენოაში, თუ სწორად მახსოვს, შეგიძლია გადავამოწმო. ვაი, მოსკოვის ლოკომოტივი. მოსკოვის ლოკომოტივიდან იყო. მაშინ გასაგდები იყო. ხო, სეზარ მონტესი იყო გამოძახებული და იმის აღნიშვნა მინდოდა. მოსკოვის ლოკომოტივიდან რო ეყოლება ფეხბურთელი გამოძახებული მექსიკის ნაკრებს. ნუ კარგი, ახლა იქ ცოტა ძიმე თემა, მაშინ ბრაზილიამაც ვერაფერი ვერ უნდა მივიდეს. ხო, ბრაზილიელები ზენიტის ფეხბურთელები ცნობილნი არიან ოდითგანვე. იგივე ჰალკის ტრადიციები გვახსოვს. და რახან ამაზე ვლაპარაკობთ უცნაური გუნდიდან გამოძახებულ ფეხბურთელებზე. თუ იცი, რომელი გუნდიდან არის გამოძახებული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე მეკარე? კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე მეკარე. ნიშნავს გეტყვი ევროპაშია. ევროპაშია? ევროპაშია. ნუ რა თქმა უნდა ევროპაში არის და გულშემატკივრობთ ჩვენ მათ ევროპულ გზას? ვერ გეტყვი. სომხეთის ჩემპიონი ნოადან. არის გამოძახებული დემოკრატიული კონგოს მეორე მეკარე. ყოშახ. მეორე ფეხბურთელი რომელიც თამაშობს მექსიკიდან ევროპაში ეს არის ვასკესი, რომელიც ჯენოაში თამაშობს იტალიურ გუნდში. ესეც შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ სამხრეთ აფრიკაც არ არის ახლა რაღაცა განსაკუთრებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, ხო, რაულ ჰიმენესი დაგვავიწყდა, ის ინგლისში თამაშობს. სამხრეთ აფრიკის ნაკრები არის ძირითადად მამელოდი სანდაუნსის ბაზაზე შექმნილი ნაკრები, ის მამელოდია, რომელიც გამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. და როგორც ის გუნდის არ დაგვემოხსოვდა დიდად მსოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ ეხლა შენ რომ არ გითხრა მაგ გუნდის სახელი 100 წელი ვერ გავიხსენებდი, ალბათ ისე არ დაგვემოხსოვდება ეს სამხრეთ აფრიკაც. რაულ ხიმენესზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ძალიან ემოციური მომენტი იყო, თუ როგორ აღნიშნა მან თავისი გატანილი გოლი კარლოსშვილ მამას მიუძღვნა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაკარგა. ეს არის ისეთი მომენტები, რის გამოც ჩვენ გვიყვარს ეს სპორტი და ეს არის ის მომენტები, რის გამოც ჩვენ თითოეული სხვა სპორტის გულშემატკივრებს უმტკიცებთ თუ რატომ არის ფეხბურთი მეტი ვიდრე სპორტი. და მგონი დროა გადავიდეთ მეორე თამაშზე. გადავიდეთ, რა გვიშლის ხელს. სამხრეთ კორეელთა კამბექი ჩეხეთის წინააღმდეგ, მე ჩეხეთისგან უფრო მეცველოდი. ტრადიციული სამხრეთ კორეული კამბექი, ისევ შენ თავზე განცდილი. აი დეჟავუ მქონდა, ზოგიერთ სერიალში კი არის რომ დეჟავუ არ არსებობს, მაგრამ აშკარად გამიმეორდა. არა, არსებობს სამხრეთ კორეული კამბექი და თუმცა ამჯერად სამართლიანად, ესეც უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად დამსახურებულად მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის ნაკრებიც მაღალი დონის გუნდია და ეს ამავე მატჩის დამტკიცდა. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენც მე მგონი ტყუილად არ ვილაპარაკეთ ბევრი სამხრეთ კორეაზე, მეტად მეტის თქმა შეგვეძლო ამ გუნდზე და გამოჩნდა კიდეც ეს ამ მატჩი. ხო, 59 წუთზე კრეიჩმა გახსნა გოლი. ტრადიციული ჩეხური კომბინაცია იყო, ასე ვთქვათ, აუტიდან ჩაწორებული პირდაპირ საჯარიმოში. ორი დელაპი ჩასახლდა სოუფელში, როგორც ხშირად სახლდება ხოლმე მასში. და კრეიჩი არის ფეხბურთელი, შეიძლება ვინმე ჰაილაითები ნახოს ამ შეხვედრის.
ვინ ეს ეგონოს რომ არის ან ცენტრალური ფორვარდი, ან შემტევი ნახევარმცველი ნომრიდან რა თქმა უნდა პირველ რიგში ნომრიდან გამომდინარე 7 ნომერი და ამ დროს ის არის ცენტრალური მცველი რომელიც გამოირჩევა თავისი გოლიადურული შესაძლებლობებით საპლეიოფ მატჩებში როდესაც ჩეხეთი იბრძოდა მუნდიალზე მოსახვედრად ორივე მატჩი გაიტანა დანიასთან ფინალში და ასევე გაიტანა პირველი გოლი თავისი ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე 2026 წელს პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წლის შემდეგ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უწლიანი პაუზა ქონდა ჩეხეთს. უწლიანი პაუზა და ალბათ უკვე ვულვერჰემპტონის ამ ფეხბურთელზე ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩეხური ფეხბურთის ერთგვარ ლეგენდადაც ჩამოყალიბდა, ლეგენდა თუ არა, ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ იკონურ ფიგურად. რა თქმა უნდა და ასევე ლადისლავ კრეიჩი არის ფეხბურთელი, რომელმაც ფენტეზიაში 10 ქულა მომიტანა. რომელიც გაიტანა გოლი, რომ შეენახათ კარი მშრალად არ უიტყოდი უარს, თუმცა ბეომ, ჰუანგ-ინ ბეომ გაიტანა საოცარი გოლი. აი იმ გოლებში რაც ვნახეთ, ბეომის გოლი არის საუკეთესო. ჯერჯერობით კი. მშვენიერად წამოაწვიდა მეკარე და ასევე მცველიც მიაყოლა და თავზე გადაუგდო. ჩვენი ხვიჩას გუნდელის ლიკანგინის მშვენიერი გადაცემაც არ დავივიწყოთ. კარგად გაჭრა ეს. უმაღლესი კლასის ფეხბურთელი არის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სახელის წარმოთქვა გაგვიჭირდეს, არის უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ცოდვაა ჩემი აზრით PSG-ში. და მაქსიმალურად მალე უნდა იჩქაროს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის საუკეთესო ადგილას, საუკეთესო კლუბში ევროპაში, არ არის საუკეთესო ადგილას თავისთავისთვის. ორი ჩემპიონთა ლიგა უკვე მოიგო, უკვე არის ტიტულოვანი ფეხბურთელი, უკვე შეუძლია წავიდეს Paris Saint-Germain-დან და ნებისმიერი ევროპული ტოპ გუნდი, მე მგონი მას უარს არ იტყვის, მით უმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მადრიდის ატლეტიკო ძალიან დაინტერესებული არის მისი დამატებით. მე სიამოვნებით ვნახავდი ატლეტიკოში ამ ფეხბურთელს. იგივე რომ თქვათ მატჩის შესახებ კიდევ ერთი სიტყვა. პირველი ტაიმი იყო საკმაოდ უსაწყენი. თუმცა მეორე ტაიმში სამხრეთ კორეამ გადატეხა, ასე ვთქვათ და საბოლოოდ აისახა ეს იმაში, რომ ბურთის ფლობა იყო 62% 38-ზე სამხრეთ კორეელთა სასარგებლოდ. ხოლო დარტყმები კარისკენ იყო 15-7-ზე. საკმაოდ დიდი უპირატესობა არის, ხოლო XG რასაც ვეძახით ხოლმე, მოსალოდნელი გოლი იყო 1.84, 0.91 მიასედის წინააღმდეგ. XG ჩემი აზრით არის ყველაზე სამართლიანი სტატისტიკა. ხო არის ესეთი დოგმა რომ სტატისტიკა ძალიან არასამართლიანი რამე არის სტატისტიკა არ გაყურებინებს ფეხბურთს XG არის ყველაზე სამართლიანი სტატისტიკური მაჩვენებელი რომელზეც შეხედვითაც ადამიანმა შეიძლება დაახლოებით წარმოისახოს თავისთავში თუ როგორი მატჩი იყო რეალურად საქართველოს ესპანეთის საქართველოს მატჩი გამახსენდა და ასევე თურქეთი საქართველოს მატჩი გასვლაზე დაახლოებით ერთი და იგივე XG გქონდა ანუ შენ როდესაც წამოწოლილი ხარ საწოლში და უყურებ თამაშს გაქვს XG 0. რა თქმა უნდა. და საქართველოს ნაკრებს ამ მატჩებში ქონდა 0.19, ანუ ოდნავ მაღალი ქონდა XG. ოდნავ მაღალი ქონდა და ისიც ალბათ გახსოვს ხვიჩამ რომ დაარტყა თავისი ნახევრიდან. თავისი ნახევრიდან რომ თავზე გადაგდებას რო ცდილობდა მეკარე. არ და ევროპის ჩემპიონატზეც სადა თან. კი, იგივე. არ გამოსდის ხვიჩას ესპანეთისთვის თავისი ნახევრიდან გოლის გატანა. ალბათ ოდესმე იმედია გამოუვა და ძალიან მოხარულები ვიქნებით ამით ყველა. რაც შეეხება გულშემატკივრობას, რა თქმა უნდა, აქ შედარებით ნაკლები ინტრიგა იყო სამხრეთ კორეა ჩეხეთზე, რადგან მასპინძელი ქვეყანა აქ არ იყო. გვადალახარა სტადიონზე გაიმართა ეს გვადალახარა, რომელშიც დაიბადა გილერმო ოჩოა 40 წლის მეკარე და გუშინ სამწუხაროდ არ იყო მისი ადგილი მექსიკელთა შემადგენლობაში, სამწუხაროდ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მას ჯერ წუთები არ მიეცა. და იმედია მიეცემა და ვნახავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც გამოინახება მისი ადგილი და პლუს 1 მსოფლიო ჩემპიონატს მიამატებს თავის რიგებს. ის დაუბრუნდეთ გულშემატკივრების თემას, მართლა საკმაოდ ცოტა გულშემატკივარი იყო სამხრეთ კორეისა და ჩეხეთის მატჩის სანახავად და ისევ ვერ გავექცევით ამ თემას ბილეთების ფასი. ზედმეტად მაღალი არის ამერიკულ მუნდიალზე ბილეთების ფასი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული მატჩი მექსიკაში გაიმართა, თუმცა მაინც თავისას შვება ამერიკული გავლენა აქაც საფეხბურთო ჭრილში, რა თქმა უნდა. და ფაქტია, რომ მექსიკაში
იგივე გვადალახარაში, სადაც არის ძალიან დიდი საფეხბურთო ტრადიციები, სადაც ფეხბურთი ისევე სიკვდილსიცოცხლის საქმეა, როგორც მეხიკოში. იქ სოფლიო ჩემპიონატის მატჩის სანახავად გულშემატკივრების დიდი ნაწილი, გულშემატკივრების ნაწილმა ვერ შეძლო თუნდაც ნეიტრალურ თამაშზე მისასვლელად. არა და დროც ახლა მექსიკური დროით ნორმალური იყო, მექსიკის თამაშიც უკვე ჩავლილი იყო, თუმცა ვერ ვნახეთ ბევრი გულშემატკივარი მოედანზე. სამწუხაროა, იმედია უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება მოედანზე, რადგან არაფერი არ არის ფეხბურთი რეალურად გულშემატკივარის გარეშე. მე ყოველთვის ვფიქრობდი, ყოველთვის და დაახლოებით 1-2 წლის წინაც ვფიქრობდი ეგრე, რომ ყველაზე ცუდი საფეხბურთო სეზონი, რომელიც მინახავს, ოღონდ მე ვამბობდი ფეხბურთის ხარისხის მიხედვით. ეს იყო 20-21 წლების სეზონი. და მე რომ დავფიქრდი რეალურად ასე იმიტომ ვფიქრობდი რომ რახან გულშემატკივარი არ იყო, ვერ ვუყურებდი ფეხბურთს. და ეგ შეუძლებელია კიდეც რეალურად რომ ვთქვათ და საჭიროა გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთი არის არაფერი. ის რომ ფეხბურთელები თუნდაც ასეთი პოპულარულები არიან, რომ ფეხბურთელები არიან შეძლებულები, ეს ყველაფერი არის გულშემატკივრის დამსახურება და გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთის ყურებას არ აქვს არანაირი აზრი. ამიტომაც ვიმედოვნოთ ჩვენ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ამისთვის, თუმცა ვიმედოვნოთ რომ გულშემატკივრების რაოდენობა, გულშემატკივრების ხარისხი სოფლიო ჩემპიონატზე უფრო და უფრო გაიზრდება და ახლა მექსიკასა და სამხრეთ აფრიკის თამაშის ნაირს ბევრს ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ ეს მართლა 1000-ში ერთხელ ხდება ხოლმე. ხდებოდა 1970 წელს, როდესაც მექსიკამ მიიღო მუნდიალი, ხდებოდა 86 წელს, როდესაც მექსიკამ მიიღო კვლავ მუნდიალი და მოხდა გუშინ, როდესაც მექსიკამ გახსნა მუნდიალი. ვიმედოვნოთ, რომ ამის ნახევარი დონის გულშემატკივრობა მაინც იქნება თითოეულ თამაშზე. მე ყველაზე ცუდ დონეზე შეგეწინააღმდეგებოდი, ჩემთვის იყო 2003-2004 წლები, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო პორტო მონაკო, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალი პორტუგალია საბერძნეთი. აქ ერთ კურიოზს გავიხსენებ, უბრალოდ ახლა გამახსენდა. თემურ ქეცმაიას ედო რომ საბერძნეთი ვერ გაიტანდა გოლს და ჩემპიონები გახდნენ. მე მაგ დიალოგში ვერ შემოვალ, მე 2003 წელს დავიბადე. დიადარის, მაგრამ მე ახლა რომ გადავიაზრე, ვიხდი რომ არ იყო ყველაზე ცუდი სეზონი, რა თქმა უნდა. თუმცა ჩემთვის ალბათ მაინც ყველაზე ცუდი იყო საყურებლად ყოველ შემთხვევაში, ყველაზე მეტად მაშინ ვერ ვიღებდი სიამოვნებას ფეხბურთის ყურებისგან. კარგი, რახან ორივე მატჩი მოვილიეთ და რაღაც პროგნოზებსაც შევეხეთ. მოდი ვთქვათ დღევანდელი მატჩის შესახებ. 12 ივნისს გაიმართება პირველი სოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი, რომელიც ჩატარდება კანადაში. და კანადა მიიღებს ბოსნია-ჰერცეგოვინას საკუთარ კედლებში. ეს ის ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელმაც იტალია გამოთიშა სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან, პლეი-ოფიდან. ბოსნია იყო სახლში და ჩვენ ვნახეთ კარგად რას წარმოადგენს ბოსნია სახლში. ეხლა ვნახოთ რას წარმოადგენს კანადა სახლში. კანადას არ აქვს დიდი საფეხბურთო ტრადიცია. თუმცა კანადას ყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ იგივე ბაიერნში, ვილიარეალში, მარსელის ოლიმპიკში, იუვენტუსში, მალიორკაში. მათი ფორვარდი, რომელიც მთავარი ვარსკვლავი უნდა იყოს წესით, არის ჯონათან დეივიდი, იუვენტუსის შენაძენი და ასევე ალფონსო დევისი, 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან კარგი გარემარბი არის. ელიტარული გარემარბია, თუმცა სამწუხაროდ ის დააკლდება კანადას ბოსნიასთან მატჩში. ხო, ბოსნიასთან მატჩი უშუალოდ არ იქნება. სამწუხარო სიახლეა, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატზე ჯობია რომ ვნახოთ ხოლმე და ვუყუროთ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ალფონსო დევისი. იგივე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანადელ ფეხბურთელებზე, ეს არ არიან მაგალითად ჯონათან დეივიდს 44 მატჩი აქვს ჩატარებული უკვე სერია A-ში. ისმაელ კონე, რომელიც მარსელის ოლიმპიკის ფეხბურთელია, 29 მატჩი ჩაატარა გასულ სეზონში. ბუხანანი ასევე არის ფეხბურთელი, რომელიც ვილიარეალში რიცხება. ჟორჟ მიქაუტაძის გუნდელი არის და მას 34 თამაში აქვს ჩატარებული, 5 გოლით და 6 ასისტით. საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია, ჩვენ ახლა ქართული გულშემატკივრისთვის ნაცნობი პირველ რიგში იმის გამო, რომ ის ჩვენი ჟორჟის გუნდელია.
კარგი გარემარბია საკმაოდ სწრაფი და შეუძლია კონკრეტულ მომენტში აი ასეთი თამაშების, მაგალითად ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართული მატჩების თამაშის რიტმის, ძირითადი რიტმის შეცვლა. მე მაგალითად ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებთ ამ მატჩზე, ვფიქრობ რომ კანადა მაინც მარტივად მოიგებს. მარტივად თუ არა, შეიძლება რთულად, მაგრამ მაინც მოიგებს, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ კი, ბოსნია-ჰერცეგოვინამ იტალიის ნაკრები გამოთიშა, ბოსნია-ჰერცეგოვინა მუნდიალზე კვალიფიცირდა 2014 წლის მერე პირველად, სულ მეორე მუნდიალი არის ეს ბოსნიელებისთვის, თუმცა იმასაც ვფიქრობ რომ თავისი ემოციური ფონი და ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა რომ ჩაედოთ ამ ფეხბურთელებს მუნდიალზე გასვლისთვის დატოვეს მათ უკვე სარაევოში. და ეხლა არათუ ფიზიკურად გამოფიტულები რანაირად იქნებიან, რამდენი თვე გავიდა იმ მაჩის მერე სპორტის მედიცინა წიწოლობით გვაძლევს იმის საშუალებას რომ ფეხბურთელები ყოველთვის ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ, თუმცა არა ფიზიკურად, არამედ მენტალურად არიან ჩემი აზრით გამოფიტულები ბოსნიელები. და ალბათ უკვე დრო არის რომ მათ თავის დრო არის რომ ისინი თავის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდნენ სოფლიო საფეხბურთო რუკაზე, ხოლო კანადამ ჩემი აზრით დრო არის რომ ეს ადგილი ნელ-ნელა დაიკავოს. და თავისი საფეხბურთო ნიშა იპოვოს, თავისი იდენტობა იპოვოს და იდეალური დრო არის ამისთვის, ეს არის მუნდიალი, ეს არის საშინაო მუნდიალი და ეს არის მატჩი ევროპულ გუნდთან. მისო მენტალურად, ნამდვილად კანადის მენტალობაზე რო ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩრდილოამერიკული გუნდისთვის ნებისმიერი ევროპული გუნდის დამარცხება, მით უმეტეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. იმიტომ რომ იმ მაინც მცირე საფეხბურთო სამყაროში, რაც ჩრდილოამერიკაში არის, ჩვენ ვისაუბრეთ რომ ამერიკაში და იგივე კანადაში ფეხბურთი მზარდად ვითარდება, თუმცა მათი საფეხბურთო სამყაროები მაინც ჯერჯერობით პატარა არის და იქ არსებობს ევროპული ფეხბურთის კომპლექსი. ის კომპლექსი, რომელიც დაუშვათ ჰქონდა 1950 წლის 54 წლის მერე ბოდიში ბრაზილიელებს. რადგან როდესაც ისინი ევროპულ ნაკრებთან გავარდნენ უნგრეთთან, მაგის შემდეგ სულ ეს კომპლექსი დაძდევდათ მათ ევროპული ფეხბურთის. ეხლა ეგეთი კომპლექსი არის დაახლოებით ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთვის ამ მატჩის მოგება. ყველანაირი შედეგით. პირველ რიგში რა თქმა უნდა სპორტული შედეგით, იმიტომ რომ თუ კანადას უნდა ჯგუფიდან გასვლა, აუცილებლად უნდა მოუგოს ბოსნიას. იმიტომ რომ შემდეგ ბოსნიაზე ბევრად უფრო რთულ მეტოქეს შეხვდება შვეიცარიის სახით. ამიტომაც მე პირადად ჩემს ფსონს და ჩემს გულშემატკივრულ სიმპათიასაც ვდებ კანადის ნაკრებზე. მინდა მათი წარმატება, საკმაოდ კარგი ხალხი არიან კანადელები, არც ბოსნიელები არ არიან ცუდები რა თქმა უნდა, მაგრამ და ისინიც იმსახურებენ თავისებურ გახარებას და თან საკმაოდ გამიხარდებოდა თუ ბევრი არაევროპული ნაკრები იქნება პლეი-ოფში. იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატს ჩვენ ვუყურებთ ხოლმე. ხშირად ვუყურებთ, საკმაოდ ხშირად ვუყურებთ და 2 წელიწადში ერთხელ ევროპის ჩემპიონატის ყურებას მირჩევნია 4 წელიწადში ერთხელ ვუყურო და 4 წელიწადში ერთხელ მინდა ვუყურო მსოფლიოს ჩემპიონატს. მე ჩემი ზონი და ჩემი ხმა კანადისკენ. მეც გეთანხმები იმაში, რომ კანადა ამ მატჩში არის ფავორიტი ჩემი აზრითაც და კანადამ თუ ვინმეს უნდა მოუგოს ამ ჯგუფში, ეს პირველ რიგში ბოსნია-ჰერცეგოვინა არის. თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო უნდა 40 წლის ე딘 ჯეკოს, რომელიც აიჯეკო მსოფლიო ჩემპიონატზე, ვნახავთ კიდევ ერთხელ მგონი 2014 წელს იყო. 2014 წელს იყო პირველად. ჰერცეგოვინა და ჯეკო თან ახლდა. სავარაუდოდ ერთადერთი ფეხბურთელი არის იმ გუნდიდან, რომელიც დღეს არის, კი ბატონო, რომელიც დღეს არის და სიატლეში იყო მაშინაც, მაგრამ მე მგონი ახლა აღარ არის ნაკრებში. კი ბატონო, აღარ არის. აღარ არის. და პაფოსი არის კვიპროსული გუნდი, ხო? კი, პაფოსი კვიპროსული. პაფოსი არის კვიპროსული გუნდი და უკვე მეორე ფეხბურთელი კვიპროსის ჩემპიონატიდან ივან სუნჯიჩი ბოსნიელთა შემადგენლობაში. აი ორი ფეხბურთელი არის კვიპროსის ჩემპიონატიდან, პატარა კვიპროსის ჩემპიონატიდან მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ, სიტყვა საქართველოს შიდა ჩემპიონატისათვის, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან არ არის არც ერთი ფეხბურთელი ამ მსოფლიოზე წარმოდგენილი, ხოლო მეორე დღე არის მსოფლიო ჩემპიონატის და უკვე მეორე
კვიპროსული გუნდიდან ერთვება ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ შემადგენლობაში არის, გამოძახებული არის, ასე ვთქვათ, მსოფლიო ჩემპიონატი. კვიპროსის ჩემპიონატი რეალურად არის საკმაოდ მაღალი კლასის პირველობა და არც არის გასაკვირი, რომ ამდენი ფეხბურთელი შეიძლება იყოს ამ ჩემპიონატიდან. და ახლა მოზიება უნდა ამას და სავარაუდოდ ბეროდ უფრო მეტნი არიან ვიდრე ორნი. მით უმეტეს ახლა საბერძნეთის ნაკრები რო გასულიყო საერთოდ. მაგრამ მაინც კვიპროსის ჩემპიონატი კი არა, ეს როგორც თქვით, სომხეთის ჩემპიონატიდან არის ფეხბურთელი გამოძახებული. როგორც ვახსენე. სომხეთის ჩემპიონატიდანაც კი. საქართველოს ჩემპიონატიდან სამწუხაროდ წელს არ მყავს ფეხბურთელი მუნდიალზე, იმედია შემდეგ მუნდიალზე იქნებიან. რამდენიმე. კარგი და გადავიდეთ მეორე მატჩზე. ამერიკა-პარაგვაი. ჩემი სიმპათია ამერიკა როგორ? არა, კიდევ ერთი მასპინძელი თქვა და მე. კიდევ ერთი მასპინძელი და ისე რომ იმედგაცრუებული იყავი გუშინდელი გახსნით. მე ვფიქრობ, რომ თავარი გახსნა დღეს ამერიკას ექნება და ამერიკა ყველანაირად შეესწება, რომ ყველაზე მაგარი გახსნა მათ კონდეთ. იქ იქნება დარწმუნებული ვარ დონალდ და მელანია ტრამპები. აქ გველის ჩვენ მათი შვილების გაპიარება, ასე ვთქვათ. და აქ იქნება SpaceX-ის მთავარი დამფუძნებელი და Tesla-ს მთავარი სულისჩამდგმელი სამხრეთ აფრიკელი პატივცემული ილონ მასკი. რომელიც არც თუ ისე კმაყოფილი იქნება სამხრეთ აფრიკის შედეგით, თუმცა დარწმუნებული ვარ ამერიკა არის ფავორიტი ნაკრები მის. ჩემი აზრით დიდად არ ციდარდებს სამხრეთ აფრიკის შედეგით. და ჩემი აზრით დიდად არ იდარდებს არც იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატების წააგებენ. იმიტომ რომ მასკი დიდად საფეხბურთო კომაგი როგორც ვიცი არ არის. თუმცა იქ დარწმუნებული ვარ იქნება ვნახავთ კადრებში. კი, თავისთავად. რა შეიძლება ითქვას ამ ორ ნაკრებზე? ამერიკას პრესტიჟის საქმე აქვს რომ დღეს მოიგოს. კი, აუცილებლად. ამერიკელები ძალიან დიდი მოლოდინებით ხვდებიან, როგორც აღნიშნეთ აქამდე ამ მუნდიალს. ამერიკას აქვს დიდი საფეხბურთო ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამერიკელებმა შეიძლება ეს არ იციან, მაგრამ ამერიკას აქვს ძალიან დიდი საფეხბურთო ისტორია. პირველ მუნდიალზე, რომელიც ურუგვაის ჩატარდა, იქ მეოთხე ადგილზე გავიდნენ. შემდეგ იყო 1950 წლის ამერიკის ნაკრები, რომელმაც სენსაციურად მოუგო ინგლისის ნაკრებს 1-0 და მანდაც როგორი სიმბოლიზმია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა, რომელიც იყო მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მოუგო თავის ყოფილ როგორ იქნება სწორად? პოლიტკორექტულად რო ვთქვათ სწორად, დამპყრობელი არ იქნება სწორად, დომინიონს, ხო, მე მგონი ეს ყველაზე კარგი ფრაზა. არქიმეტოკეს მოუგო 1-0 იმ დროს, როდესაც ინგლისი არის ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩასული ბრაზილიაში იყო ის მუნდიალი, ჩასული როგორც მთავარი ფავორიტი, იმიტომ რომ აქამდე ინგლისის ნაკრები არ ასპარეზობდა მსოფლიო პირველობებზე, რადგან ფიქრობდა, რომ თავისი შიდა ჩემპიონატი ბეროდ უფრო მაღალი დონის იყო, თუმცა შემდეგ როგორც ინგლისურ პრესაში ჟღერდებოდა პატივი დაზდეს დანარჩენ მსოფლიოს და მივიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ, ყავდათ გუნდში სტენლი მეტიუზი, რომელიც არის ოქროს ბურთის პირველი მფლობელი, იმ დროს ერთ-ერთი მთავარი სტარია ალბათ მსოფლიო ფეხბურთის. ჩავიდნენ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით, ყველა ელოდებოდა, რომ სწორედ ინგლისი უნდა გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი და არა ბრაზილია, რომელიც მუნდიალის როდესაც მუნდიალი მიდიოდა იმ მომენტში და იმ პერიოდში გახდა მთავარი ფავორიტი. ინგლისის ნაკრებმა ამერიკასთან მატჩი დათმო ანგარიშში 1-0 და როდესაც ეს შედეგი გადააგზავნეს ლონდონში, რათა სპორტულ პრესაში დაბეჭდილიყო შედეგი, ლონდონელმა ჟურნალისტებმა ჩათვალეს, რომ ეს უბრალოდ ფაქსის შეცდომა იყო და ჩაწერეს ანგარიში 10-0 ინგლისის სასარგებლოდ და არა 1-0 ან 0-0 თუნდაც არც დაუშვეს. არა, 10-0, იმიტომ რომ ეგეთი მოლოდინი იყო. ამერიკას აქვს უდიდესი ისტორია, უდიდესი საფეხბურთო ცნებები, რომელიც შემდეგ დაიკარგა.
იმიტომ რომ შემდეგ დაიკარგა იგივე ამერიკულ ფეხბურთში, ბეისბოლში დაიკარგა იმის გამო, რომ ისინი ბევრად უფრო მაღლა იდგნენ. და ეხლა ნელ-ნელა ეს ყველაფერი აღორძინების გზაზე დგას. ვნახოთ, შევხედოთ. მე ისევ როგორც კანადის შემთხვევაში გულშემატკივრობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ მინდა რომ კიდევ ერთი ძლიერი კონტინენტი მივიღოთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის გარდაც. თან თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელები, როგორც თქვით უკვე არიან ძალიან მოტივირებულები, ისინი საერთოდ არ გამორიცხავენ მუნდიალზე გამარჯვებასაც კი, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ შეიძლება ეს გამოვრიცხოთ, მაგრამ თვითონ არ გამორიცხავენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული. კი, ყველა ფეხბურთელი დარწმუნებული ვარ, მიდით მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ თქვა პარაგვაელები მიდიან მუნდიალის მოსაგებად, მაგრამ ამერიკელები მიდიან. ამერიკელები არიან FIFA-ს რეიტინგის მე-17 ქვეყანა არის, ესეც თავის სათქმელს ამბობს. შევხედოთ. უყუროთ, მე ვარ ამერიკის ნაკრებისგან, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, თუ რამდენად მძიმე გუნდია პარაგვაის ნაკრები. პარაგვაის ნაკრები იმ შემთხვევაში თუ გახსნის ანგარიშს, ძალიან რთული ხდება ამ აწყობილი სისტემის გატეხვა. ძალიან რთული ხდება მათ კარში გოლის გატანა, რა თქმა უნდა, შეტევებზე იქნება, თუმცა მათი დაცვის ხაზის გაჭრა ურთულესი ხდება. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი. ან ამერიკის შეერთებული შტატები მიდის შეტევაში და იტანს ან ერთს ან ორ ბურთს და უკვე ცოტა უფრო თავისუფალ მატჩს უყურებთ, ან მეორე არჩევანი პარაგვაის ნაკრები ხსნის შეხვედრაში ანგარიშს და შემდეგ უყურებთ თუ როგორ კლავს სამხრეთ ამერიკული გუნდი ამ მატჩს. ამიტომაც მე ჩემი საფეხბურთო გემოვნებიდან გამომდინარე ამ მატჩში ვიქნები ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ჩემს ზონსაც ისევე მაძლევდებ, როგორც პრაგმატულს, ასევე გულიდან წამოსულს და შემადგენლობებში რო გადავიდეთ, ჩვენ არ ვილაპარაკია, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ახლა ამერიკაზე და ამერიკისა და ფეხბურთის ერთმანეთთან ტოქსიკურ დამოკიდებულებაზე. აი შემადგენლობებზე უკვე მე გეტყვით გამორჩეულ ფეხბურთელებს და საინტერესო ბმებიც არის კრისტიან პულისიჩი, რომელიც არის მილანის ფეხბურთელი. და უესტონ მანკენი, რომელიც არის იუვენტუსის ფეხბურთელი. და უპირისპირდებიან პარაგვაელ ანტონიო სანაბრიას, რომელიც თამაშობს ტორინოში. იტალიური, ასე ვთქვათ, შეკრება სერია-ას ფეხბურთელების. ასევე არ უნდა გამოგრჩეს რობინსონი, ფულემის ფეხბურთელი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ფულბეკი. და ჩემი საყვარელი სერჟინიო დესტიც რომელიც ასევე მილანში თამაშობდა. ჩვენ საერთო გვაქვს სერჟინიო დესტი და ასევე გუსტავო გომესი, რომელიც არის დაცვის ლიდერი პალმეირასში. შესაბამისად, აქ უკვე ცნობილი არის რა, რომელი გუნდი, რომელი ფეხბურთის მხარდაგებელი არის. თუმცა მე მინდა რომ აქ ვიხილოთ პირველი სენსაცია და მატჩი დამთავრდეს პარაგვაის გამარჯვებით ან ფრედ. იმიტომ რომ ამერიკა უნდა დაისაჯოს იმ საქციელის გამო, რაც მოუწყვეს სომალელ მსაჯს. იმ სომალელ მსაჯმა გაცილებით უფრო მეტი მიიღო ამ ეპიზოდიდან, ვიდრე მისი მსოფლიო ჩემპიონატის დაყვანა იქნებოდა. იგივე ანაზღაურების სახით და სუპერთასის ფინალი წაიყვანეს გმირად დახვდნენ სომალში. თუმცა მე ვეჭვობ რომ ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე მატჩიც წაიყვანს. ხო, რა თქმა უნდა, უფრო დიდი სახელი დარჩა ამ სკანდალის შემდეგ. არა, კი, მაგრამ ახლა რა დააშავა პულისიჩმა მაგის გამო. პულისიჩმა დააშავა ის, რომ იანვრიდან გოლი არ აქვს გატანილი. არა, ეგ შენთვის რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკელებისთვის ნახოთ. ასევე ვახსენოთ მიგელ ალმირონი, რომელიც ეგ ისე ვთქვათ, რომ იყო ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელმაც თავისი მოლოდინები მაინც ბოლომდე ვერ გამოავლინა, ხოლო დღეს თამაშობს საბა ლობჟანიძესთან ერთად ატლანტა იუნაიტედში, MLS-ში. ამიტომაც მან ძალიან კარგად იცის ამერიკული ფეხბურთის წიაღი, მან კარგად იცის თუ როგორ შეიძლება ამ გუნდთან, ამ ნაკრებთან შედეგიანი თამაში. და შევხედოთ მიგელ ალმირონისნაირი ფეხბურთელები უხდება მსოფლიოს ჩემპიონატს, როგორც წესი მეორე სუნთქვა ეხსნებათ ხოლმე ასეთ დიდ ტურნირებზე და შევხედოთ ერთადერთი ალბათ არის ის, ვინც ამ პარაგვაის ნაკრებში, რომელიც გამოირჩევა თავისი არასანახაობრივი ფეხბურთით,
ცოტა ქუჩის ფეხბურთის ელემენტებსაც შემოიტანს ამერიკულ მინდვრებზე. ის თქვათ თუ რომელ სტადიონზე გაიმართება ეს საჯი კი არა თამაში სოფი სტადიუმზე გაიმართება ეს მატჩი 70000 ადამიანს იტევს ეს სტადიონი არის კლასიკურად არა საფეხბურთო არამედ ამერიკული ფეხბურთის მოედანი როგორც უმეტესობა ამერიკული სტადიონების რომლებიც წელს მუნდიალს მასპინძლობენ და აქ არის საინტერესო რამ რომ ამერიკული ფეხბურთის სეზონი მიმდინარეობს ისეთ პერიოდში, როდესაც შეერთებულ შტატებში არ არის წვიმების სეზონი. ამიტომაც ამერიკულ მინდვრებს არ აქვს სადრენაჟო სისტემა გამართული გინდა თქვა? არც სადრენაჟო სისტემა არ აქვს გამართული, არც არის მორგებული აი ამ სეზონზე სათამაშოდ, არც ვერც ჭერის გადახურვა ვერ მოხერხდება და ამის გამო ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება შეიქმნას ამერიკულ მინდვრებზე თამაშისას. არა ის რომ რა თქმა უნდა მედია ცოტა რთული მომენტებისგან თავს ავირიდებთ როგორც არის კრისტიან ერიქსენის კეისი თუ როგორ უჭირს დასავლეთში ხალხს ჩვენი დინამო არენა არის გამართული სადრენაჟო სისტემით იდეალურად არის და ისევ იმას ვიტყვი რომ ეს ალბათ იქნება იმის განმაპირობებელი თუ ჩვენ ამერიკულ მინდვრებზე ვერ ვნახეთ საუკეთესო ხარისხის ფეხბურთი. პირადად მე ამას დავაბრალებ პირველ რიგში. და არა იმას რომ პარაგვაიმ კარგად ითამაშა მხოლოდ ხვალინდელ თამაში. არა, ეგ დავისწავად, მაგრამ პირველი მიზეზი ალბათ მაინც ეს იქნება. კარგი, ნუ ობიექტურად შევაფასოთ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს უკეთესი გუნდი, ვინდრე პარაგვაის და ობიექტური პროგნოზი თუ გაინტერესებს ჩემგან, ეს იქნება, რომ ამერიკის ნაკრები მოიგებს. მაგრამ მე მინდა რომ პარაგვაიმ თავისი დაცვითი ფეხბურთით აჩვენოს ამერიკას რომ ის არ არის მარტივი მეტოქე და შეუძლია რომ ფეხი წამოსდოს მასპინძელს. არა, მარტივი არავითარ შემთხვევაში არ არის პირიქით ეს არის სწორედ ის მეტოქე რომელიც თითოეული შემტევი გუნდისთვის ალბათ ყველაზე ნაკლებად სასურველი არის. ეს არის მეტოქე რომელსაც ჩვეულებრივად შეუძლია რომ თამაში მოგიკლას და საერთოდ არ გამოურიცხავ როგორც შენ არ გამოურიცხავ პარაგვაის ან იგივე ფრეს, ან იგივე გამარჯვებას რამდენიმე ბურთითაც კი, იმიტომ რომ სოფლიოს ჩემპიონატია. არასდროს არავინ არ იცის რა მოხდება ჩვენ გუშინ, რაც ვიბოდიალეთ, შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი თავდაყირად ადგეს, იმიტომ რომ ეს არის სოფლიოს ჩემპიონატი. თუმცა გუშინდელი პროგნოზები რაც ჩვენ გქონდა გამართლდა. ნუ გუშინდელი გამართლდა. და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ პარაგვაის ფეხბურთზე და როგორი ჩაკეტილი ფეხბურთის გაღადებელი არის პარაგვაი, თუმცა ამერიკას ყავს მწვრთნელი, რომელმაც დაცვითი ფეხბურთი იცის. მაურიციო პოჩეტინო. კი, დაცვითი ფეხბურთი იცოდა როგორც ფეხბურთელმაც და ასევე როგორც მწვრთნელმაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტოტენჰემი არის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი გუნდი, რომელსაც მე ვუყურებდი, არც ვიყავი როგორ გამოაგდო აიაქსი. არც ვიყავი ტოტენჰემის ეს შესანიშნავი ფეხბურთის გადაგებელი გუნდი. იმ წელს უნდა ყოფილიყო ფეხბურთის ზეიბი და უნდა ყოფილიყო ფინალი იოჰან კრუიფის სახელობის აიაქსი ბარსელონა. და რატომ მივიღეთ ტოტენჰემი ფინალში, მე არ მიყვარს პოჩეტინო, არ მესიმპათიურება ეს კაცი, მიუხედავად იმისა, რომ დაცვითი ფეხბურთის გადაგებელი არის, მე მირჩევნია ხვალ პარაგვაი მოუგოს პოჩეტინოს და იქნებ დაფიქრდეს ეს ადამიანი. არა, პოჩეტინო რეალურად ეხლა ვნახავთ თუ როგორი არის სანაკრებო დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რამე არის სანაკრებო მწვრთნელი და საკლუბო მწვრთნელი. თუმცა პოჩეტინო შეუძლია რომ თავისი უნარებიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებულ შტატებს და არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებს ნებისმიერ ეროვნულ გუნდს დაუყენოს ისეთი ფეხბურთი, რომელიც მომგებიანი და შედეგიანი იქნება დიდ ტურნირებზე. იმიტომ რომ ეს დაცვითი ფეხბურთი თავისი მცირედი შემტევი ელემენტებით არის იდეალური მიქსი იმისთვის, რომ დიდ საფეხბურთო ფორუმზე მიაღწიო წარმატებას. შევხედოთ, ნახოთ, მიუხედავად იმისა, რომ არც მე არ მიყვარს პოჩეტინო, მაინც ვნახავდი
ამერიკის შეერთებულ შტატებს იგივე მერვე ფინალში, მე-16 ფინალშიც ვნახავდი აქამდე ეს ახალი სიახლე არის, რომელიც ჩვენ არ გვიჩვენს გუშინ, მაგრამ ესეც სათქმელია, რომ დაემატა მე-16 ფინალები, ერთი მატჩით მეტი არის მუნდიალზე, ადრე თუ ფავორიტები ჩადიოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 მატჩის ჩასატარებლად, ეხლა ჩადიან 8 მატჩის ჩასატარებლად. ამიტომაც ვნახავდი ამერიკას როგორც მე-16 ფინალში, მე-8 ფინალში, მე-4 ფინალში, ახლა ნახევარ ფინალში აღარ ვნახავდი. მე მე-8 ფინალზე შევჩერდებოდი, თუმცა დღევანდელი მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს. დღეს გაიმართება ამერიკა, პარაგვაი და ასევე ჩაერთვება კიდევ ერთი მასპინძელი კანადა და დღეს ჩვენ ვიხილავთ კიდევ ორი მასპინძლის საფეხბურთო ფორმას და იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გაცილებით უფრო სანახაობრივი და არა უხეში იქნება, როგორიც იყო დასაწყისი. 11 საათზე არის კანადისა და ბოსნიის დაპირისპირება და ალბათ უფრო მეტი გულშემატკივარი ამ თამაშს უყურებს. იმიტომ რომ რთული ახლა 6 საათი. საქართველოში თქო. საქართველოს მაქვს საუბარი. 5 საათზე არის აშშ-სა და პარაგვაის დაპირისპირება. ალბათ ის ადამიანები, ვისაც უზილობა აწუხებს, შეავლებენ თვალს ამ მატჩსაც. კანადის და ბოსნიის მატჩს ალბათ შედარებით მეტი და ნახოთ მასპინძლების ფორმა, ნახოთ მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე, ნელ-ნელა უფრო და უფრო გახურდება მუნდიალი, ნელ-ნელა უფრო და უფრო ვიგრძნობთ მუნდიალის დაწყებას და ეს განწყობა გადმოვა ჩვენზეც. იმედია. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. საინტერესო საფეხბურთო საღამოს და საუკეთესო მუნდიალს გისურვებთ. ნახვამდის.